მე ვარ ნია ბერიძე 9 წლის. სწავლობ მე-15 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, მუსიკა, სიმღერა და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელია ვცეკვავ ანსამბლ თოლიაში. მახსოვს პირველ დღე თოლიაში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი და ძალიან ნერვიულობდი. ჯერ გავიცანი მასწავლებლები, შემდეგ გავიცანი ბავშვები და შემდეგ დავიწყე ვაჭიში. თავიდან ყველაზე რთული იყო ფეხის წვერებზე დგომა. ყველაზე მარტივი იყო ახალი ილეთის სწავლა. თოლიაში მყავს 2 ქორეოგრაფი, მუხარ მასწავლებელი და გურანდა მასწავლებელი. მუხარ მასწავლებელი არის მხიარული, ცოტა მკაცრი და სამართლიანი. გურანდა მასწავლებელი არის თბილი და ძალიან ლამაზი. ჩემი საყვარელი ცეკვა არის თიულური. საყვარელი ილეთი არის ეს. ერთხელ მქონდა კონცერტი და ძალიან მომეწონა. კარგად ვიცეკვათ, ბევრი ხალხი ესწრებოდა და ყველას მოეწონა. სამწუხაროდ ყვავილები არ მოჩუქეს, იმიტომ რომ დავიწყეთ. ყვავილებიდან მე ვგავარ იას. ასე იმიტომ მგონია, რომ ესე ჩემსავით ლამაზია და ნაზია. ჩემი შემდეგი კონცერტი მინდა მქონდეს დუბაიში. ამ კონცერტზე მინდა მეცვას ესეთი საკონცერტო კაბა. უნდა იყოს გრძელი, სტაფილოსფერი და უნდა ქონდეს შავი კამარა. ბილეთი იღება 100 ევრო და მთელი დარბაზი იქნება სავსე. ბევრი ფული რომ მქონდეს, მე დავეხმარებოდი გაჭირებულებს და ვიყიდი ჩემთვის სახლს. ჩემი ოცნების სახლი ასეთი წარმომიდგენია. იქნება 12 სართულიანი, ექნება დიდი ეზო და სახურავზე ექნება აუზი. მე ვიცხარ მე-12 სართულზე და დანარჩენ სართულებზე იცხოვრებენ ჩემი ბიძაშვილები და მეგობრები. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს მხიარული დამრიგებელი, მეგობრები და სიხარულით მინდა რომ ვიყო სულ იქ. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის იაკო ტარილაძე. ყველაზე ჭკვიანი არის მათი აბუსელიძე. ყველაზე მშვიდი არის რომა ფუტკარაძე. ყველაზე ბედნიერი არის ლილე ელიაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, ჭკვიანი, გონებამახვილი და გულისხმიერი. კიდევ რა თქმა უნდა ვარ ლამაზი და პრანჭი. ჩემი საყვარელი საგანი არის სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი ირინა მამულაიშვილი. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე პედიატრი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი ხატვარი, მით უმეტეს რომ ახლაც მიყვარს ხატვა. ხატვა ჩემთვის სწავლდა ყველაზე ხშირად ხატამ მზის ჩასვლას, ბუნებას და ადამიანებს. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს იისფერი. იმიტომ რომ ზედმეტად თბილი ფერია და ნახატში კარგი. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 10 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ რომ მინდა მოვაწყო ჩემი პერსონალური გამოფენა. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნით ჩემს საუკეთესო მეგობარს ნატალი ნატარიძის. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქდიან. ამ ბოლო დროს რაც მახსენდება მაჩუქეს სამაჯური და ნახატი. თოლის ბაბუასაც სულ მოაქვს საჩუქრა. შაშან არ მახსოვს რა მომიტანა, მაგრამ წელს მინდა მომიტანოს ყურსასმენები. ჩემი აზრით თოლის ბაბუ არის 93 წლის და მის სინამდვილე სახელია ვახო. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ მექნება ოქროს დაბადების დღე. მაგ დაბადების დღეზე საჩუქრად ველოდები iPhone 12-ს. ამ ინტერვიუს რომ ნახავენ, ჩემი მშობლებისთვის ეს იქნება სიურპრიზი. სახლში ცხოვრობთ მე, ჩემი დები, ჩემი ერთი ძმა, მამა ჩემი, დედა ჩემი, ბებია და ბაბუ. კიდევ მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი და არის 13 წლის და ქვია მარიამ. ის არის კეთილი, მხიარული, ნერვების მომშრელი და გულისხმიერი. ნერვებს მიშლის მაშინ, როდესაც ერთად ვხატავთ ნახატს. ჩემი აზრით მარიამი რომ გაიზარდა გამოვა მასწავლებელი. მეორე და არის 4 წლის და ქვია სესილი. სესილი არის ჭკვიანი, გონებამახვილი და ცელკი. სესილი ალბათ გამოვა ხატვარი. ჩემი ძმა არის 1 წლის და ქვია ნიკოლოზი. ნიკოლოზი არის ჭამელი, მტირალა და ნიჭიერი. ნიკოლოზი ალბათ გამოვა სპორტის მასწავლებელი. მამიკო არის უშიშარი, ვაჟკაცი, კეთილი და სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და კეთილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სუპი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წერია დიდი ნუნი. საყვარელი ფილმია მარტო სახლში. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. ვარ მეორე კლასში და ვუკრავ პიანინოს. ჩემი დაუყარდა პიანინოზე და მეც იმიტომ შემიყვარდა ეს ინსტრუმენტი. ჩემი მუსიკის მასწავლებელია ირმა დარჩია. ძალიან თბილია და სულ მეხუთა. მე ირმა მასწავლებელმა შემაყვარა მუსიკა და პიანინოზე დაკვრა. მე ასევე მიყვარს სიმღერა და ბავშვობიდან მღერი. პატარა რომ ვიყავი, დავდიოდი ბასტიბუბუში და იქ ერთი კლიპი ჩავწერე. სხვათა შორის 1 წლის უკან ჩემი ჩავწერე
მეორე კლიპი. ჩემი საყვარელი სიმღერა არის არგო ადამიანი. ზოგჯერ სულელო, ზოგჯერ ჭკვიანო, ზოგჯერ უზნეო, ზოგჯერ ზნიანო, სწორ გზას დაადგ ცხოვრება მიქრის და შეიძლება დაგვიანო. მე მაქვს მრავალმხრივი ნიჭი და მიხდება ცენა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაქრობდი ობობებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი დუბაიში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნია რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა. მე ნია დამარქვა ბიძიამ და ესე ხელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნია რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ლისი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. ფრენა რა შემეძლოს აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი თინა ბებოსთან სოფელში. ბედნიერება არის საჩუქარს რომ აჩუქებენ და კარგი ოჯახი რომ მყავს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.